სალამ მეგობრებო. ეთერშია გადაცემა ცოდნის არქეოლოგია, მე მისი წამყვანი ირაკლი ბეფარიშვილი დღეს გთავაზობთ ნიკოლოზ ჯავახიშვილს. თესეუს უნივერსიტეტის პროფესორს. ჩვენ ვაგზავნებთ ჩვენს საუბარს და თხრობას საქართველოს ისტორიის შესახებ და ბატონ ნიკოლოზთან ერთად ჩვენ დღეს განვიხილავთ სულმნათ მეფეს ვახტანგ მეექვსეს. ძალიან საინტერესო ისტორიული ფიგურა, შესანიშნავი ისტორიული მემკვიდრეობით, მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცა რთული გადაწყვეტილებებით, რომელიც შეიძლება მისთვის სასარგებლოდ არ დასრულდა. მოგესალმებით, ბატონო ნიკოლოზ. გამარჯობათ. მაშასე გიორგი მე-11 დაიბარეს ირანის კარზე, ის აღარ გამოუშვეს და ჯანიშინად დანიშნეს ვახტანგ მეექვსე. რა მდგომარეობა აქ ამ დროს კარში? ვახტანგ მეექვსეს მეფობა არ ეკუთვნოდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მისი კანონიერი ბიძა იყო ტახტზე, რომელიც სულთან ხოსეინმა, რომელიც გახდა ცეფიანთა დინასტიის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი, მან დაიბარა და გიორგის მიანდო არა მარტო სარდლობა, არამედ ავღანეთის დაპყრობა დაავალა. და გიორგი მეს განახორციელა, ის დიდებული მეომარი იყო და ტიტულატურაში მას გარდა მეფე ქართლისა ჰქონდა ასევე მყრობელი და მბრძანებელი გირიშკისა და ილათისა. ეს უკვე ავღანეთის ტერიტორია, გირიშკი იყო მისი რეზიდენცია. ეს ქალაქი მდებარეობს, კარგად გამაგრებული ქალაქი მდებარეობს ჰელმანდის პროვინციაში, სამხრეთ ავღანეთში. აი ყველაზე ცხელი წერტილი ეგ იყო, როდესაც იქ იდგა სხვათა შორის ქართველთა ჯარით საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში. და ამ დროს ვახტანგი ახალგაზრდა კაცი იყო, ის დაბადებული იყო 1675 წელს. აი გახლდათ იგი ლევან ბატონიშვილის ვაჟი. ერთი პერიოდი ლევანი მისი მამა მოავლინეს ჯანიშინადაც. და როდესაც ლევანი გარდაიცვალა, ბუნებრივია, ვახტანგი მისი უფროსი ვაჟი იყო და მას ჰყავდა ძმა, რომელიც ასევე გარდაიცვალა, ქაიხოსრო, რომელიც ერთი პერიოდი ქართლის მეფე იყო, მაგრამ ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა ფაქტიურად უფროსი თავის შტოში. მოგეხსენებათ, დინასტიებში დანომრილია ყველა მამაკაცი. წესით ვახტანგს ტახტი არანაირად არ უნდა არგებოდა, მაგრამ სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომ ვახტანგი გახდა მემკვიდრე. ვინაიდან მას უფროსი ყველა გარდაიცვალა და ბუნებრივად ერგო მას ეს პატივი. მამამის გარდა ვახტანგისა ყავდა სხვა შვილებიც, ვახტანგის ნახევარ-ძმები, მათ შორის იესე და სვიმონი. ავალიშვილის ქალთან შეეძინა. რაც შეეხება ვახტანგის დედას, ის გახლდათ გურიელის ქალი, თუთა ქაიხოსროს ასული გურიელი. ვახტანგი ძალიან განათლებული კაცი იყო, საერთოდ ეს შტო ქართლის ბაგრატიონების აი ეს ოჯახი ძალიან განათლებული ხალხისაგან შედგებოდა და ვახტანგი იყო მათ შორის ყველაზე გამორჩეული. შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატიონებში ყველაზე ღრმად ინტელექტუალური მეფე გახლდათ ვახტანგი. სხვა რამ არის, რომ მას ეპოქაში, მისი ეპოქა ძალიან რთული აღმოჩნდა და პოლიტიკაში მას არ გაუმართლა, მაგრამ კულტურული მოღვაწეობა თუ შეგვიძლია განვიხილოთ, ძალიან წარმატებული ქონდა. ჯერ ყველაფერს თავი დავანებოს ამბის დაარსება. ხო, მაგამდე მივიდეთ. აი, რა პირობით დანიშნეს ვახტანგი ჯანიშინად მაშინ? ანუ მოითხოვეს მისგან გამოსვლება? გიორგიმ, როდესაც იმყოფებოდა შახთან, თვითონ გიორგიმ შესთავაზა, რომ ჯანიშინად ვახტანგი დაადგინეთო. ხო. დაადგინეს ვახტანგი და ესე იგი 1712 წლამდე ვახტანგი იყო თბილისში. დიახ. მან ამ პერიოდში სტამბის დაარსება 1708-9 წლებში გამოსცა ჩემო ბატონო საეკლესიო წიგნები და გამოსცა ასევე ვეფხისტყაოსანი. აი შემდეგ მიდის ის ირანის შაჰის ჰოსეინ პირველის, იგივე სულთან ჰოსეინის მოთხოვნით ძმის ქაიხოსროს დაღუპვის შემდეგ ის ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა, ისე როგორც გიორგი მე-11 დაიღუპა ავღანელებთან. თუმცა მისი დაღუპვის ასე ვთქვათ, დაღუპვის პერიპეტიები ცოტა განსხვავებული იყო. მასთან დაახლოება შეეცადა მირვეისი და შემდეგ ღალატით მოაკვლევინა და ქაიხოსრო ბრძოლაში დაიღუპა.
ქაიხოსროს მომდევნო ძმა იყო ვახტანგი და ბუნებრივია შაჰმა ის დაიბარა და წაუყენა პირობა თუ გინდა რომ ვალის ტიტული გიბოძო უნდა მიიღო ისლამი. ჯანიშინად ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვალი ყოფილიყო მუსლიმანი. მაშინ ასე იყო ადგენილი და ვახტანგმა 2 წელიწადი იკავა თავი. შემდეგ კიდევ ამასობაში царელი ხوار დარჩებოდა სანამ რო წავიდა აქედან მან სხვათა შორის მომდევნო ძმას კი არ ჩააბარა ჯანიშინობა არამედ ჩააბარა მომდევნო ძმის მომდევნო ძმას სვიმონს რომელიც ქრისტიანი იყო და მისმა მომდევნო ძმამ ასე ვთქვათ შუაში სვიმონსა და ვახტანგს შორის რომელიც იყო იესე მიიღო ისლამი და ფაქტობრივად სვიმონი 2 წელი გამგებლობდა 12-დან 14 წლამდე 14 წელს კიდევ ერთხელ წაუყენა ჰუსეინმა უკვე ძალიან მკაცრად მოთხოვნა ისლამის მიღების ვახტანგმა ისე უარი განაცხადა შინაპატიმრობაში ყავდათ ფაქტიურად და 14 წელს უკვე იესე დაამტკიცა ასე ვთქვათ როგორც ვალი და იესე სამწუხაროდ აღმოჩნდა ძალიან კარიერისტი და დარბევა დაიწყო ხალხის რასაც სვიმონი არ აკეთებდა სვიმონი ქრისტიანი იყო იესეზე წერს ვახტანგი რომ შესანიშნავი გარეგნობის ძალიან ნიჭიერი კაცი, მაგრამ მისთვის არავითარი ღირებულება არ იყო რაიმე სარწმუნოების კუთვნილება. ფაქტობრივად ეს იყო კარიერისტი, საშინელი, ამბიციური ადამიანი, რომელიც მზად იყო რომ ყველაფერი გაეწირა, ოღონდ ყოფილიყო მართველი. და შემდეგ ჩადიან ვახტანგთან უკვე ისპაჰანს, უკვე მისი უახლოესი წრე, თავადები და სთხოვენ ბოლოს და ბოლოს თქვენ მიიღეთ ისლამი, რომ ისევ თქვენ დაბრუნდეთ და არა თქვენი ძმა, რომელიც გახდა ყიზილბაშების მიმდევარი. თქვენ გინაც ისლამი მიიღო, თქვენ უკეთესი მართველი იქნებით და იქნებოდა კიდევაც. ამიტომ ვახტანგმა მიიღო გადაწყვეტილება უკვე 4 წლიანი ირანში ყოფნის დროს 1716 წელს მან მიიღო შიიტური ისლამი. მაგრამ საინტერესო ამბავი ხდება, რომ შაჰმა მაინც არ გამოუშვა ის საქართველოში დაიტოვა კიდევ და 3 წელიწადი აკვირდებოდა, რამდენად ასრულებდა ის ისლამურ წესებს. და როცა დარწმუნდა, რომ ვახტანგი ნიჭიერი კაცი იყო და არ გაუჭირდებოდა ამის ჩვენება, რომ ესე იგი ასვარა და შინაგანად ეს კაცი დარჩა ქრისტიანად, რასაკვირველია. 1719 წელს საინტერესო ის არის, რომ რატუცშიაც ვახტანგი დათანხმდა ისლამის მიღებას, იესე ესევე გადააყენა შაჰმა და ვახტანგის შვილი ბაქარი დააყენა მართველად და ვახუშტის უწერია კიდევაც მეფეს უწოდებდნენ ქართველები, იმიტომ რომ იყო კანონიერი შვილი. აი ბატონო ნიკოლოზ ეს პოლიტიკური პერიპეტიები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ძალიან ღრმად მინდა განვიხილოთ ვახტანგის ყველაზე მთავარი მომხიბვლელი ნაწილი, მისი სამეცნიერო მოღვაწეობა, აი სტამბა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დაარსეს. ანთიმოზ ივერიელი გატაცებული გახდათ მოკლედ საქართველოსდან და ვინ იყო ეს ადამიანი? შემდეგ კი პირველი გამოცემა ვეფხისტყაოსისა და ვეფხისტყაოსაზე მუშაობა ძალიან საინტერესო იქნება რომ განვიხილოთ როგორ მოხდა, როგორ გადაარჩიეს, მანამდე რა მდგომარეობაში იყო ვეფხისტყაოსანი ეს რო გადაარჩიეს და ვახტანგის კერძო რედაქცია აი რაში მდგომარეობდა თანამედროვე რუსთველოლოგია დაუშვათ როგორ აფასებს ვახტანგის რედაქციას, როგორც აი პროფესიონალურ რედაქციას და მას შემდეგ თუ დაუბრუნდა ისევ რევიზიას დაუშვათ. რა თქმა უნდა, ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები არსებობდა და რუსთაველის შემდეგ მას ზოგიერთი ამატებდა თავის ვერსიას და ვახტანგმა სწორედ ჩაატარა დიდი სამუშაო, შეიძლება ითქვას, რომ პირველი პროფესიონალი რუსთველოლოგი გახლა თვითონ კალთად. მან ჩაატარა დიდი სამუშაო და დაადგინა ტექსტი, რომელიც იყო ავთენტური, ასე ჩათვალეს იმ დროისათვის და 1712 წელს ის თბილისის სტამბაში გამოიცა წიგნად. შესანიშნავი გამოცემაა, შემორჩენილია რამდენიმე ეგზემპლარი. აქ ჩანს, რომ აი სწორედაც სტამბის მაღალი დონეა, ბეჭდის მაღალი დონეა ძალიან. და რაც თავარია, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს გამოსცა სწორედ გამოიცა სწორედ საქართველოში, ქართველი მეფის უშუალო ჩარევით. ვახტანგის გუნდი ვინ იყო? თუ ვახტანგს ყავდა რასაკვირველია, ჯერ გავიხსენოთ მისი აღზრდელი სულხან-საბა. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილია და სულხან-საბას სკოლის წარმომადგენელია, გამორჩეული წარმომადგენელია. ასევე შესანიშნავი შვილი ყავდა მას, ვახუშტი ბატონიშვილის სახით, რომელიც იყო დაბადებული ჯვარდაწერილი ქორწინების გარეშე, უფროსი შვილი, სხვათა შორის კანონიერი შვილი, პირველი მას შეეძინა ბაქარი.
და ვახუშტი დაბადებული იყო 4 წლით ადრე ბაქარზე, თუმცა ტახტი რასაკვირველია ვახუშტის არ ეკუთვნოდა. მაგრამ იყო ძალიან განათლებული კაცი, თუნდაც ის არის აღსანიშნავი, რომ ვახუშტის შესანიშნავი აღწერა აქ სამეფო საქართველოს უზარმაზარი გამოცემული და ამას გარდა ვახტანგის სკოლის წარმომადგენლები იყვნენ ის თავადები, რომლებიც მასთან უახლოეს ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და მან მიანდო ქართლის ცხოვრების ტექსტის დადგენა, რედაქტირება ბერი ეგნატაშვილის კომისიას, რომელსაც ბერი ეგნატაშვილი ხელმძღვანელობდა. ბერი ეგნატაშვილი გახდა აზნაურიშვილი, რომელსაც დაევალა ეს დიდი საქმე. ქართლის ცხოვრების აღწერა. სად მოხდა წყვეტა? ანუ როდის გვაქვს ჩვენ ისეთი ქართლის ცხოვრების აღწერა, რომელიც მოვლენებს მიუყვება, ან საპატიო დაუშვათ 5-10 ან რამოდენიმე აწრეული ჩამორჩება მოვლენებს და შემდეგ დიდი წყვეტა გვაქვს. და ამის აღდგენას ცდილობს, ხო? ვახტანგი და აი ეს ცნობები ქართულ ისტორიოგრაფიაში რამდენად სანდო ცნობებად მიიჩნევა. რაც ვახუშტიმ დაგვიტოვა ეს უზარმაზარი ნაშრომი აღწერა სამეფოსა საქართველოს ასე იწოდება ის. ეს არის შედევრი. ვახუშტი იყო ფრიად განათლებული კაცი. შეიძლება ითქვას, რომ ვახტანგ მეექვსის მერე ყველაზე განათლებული კაცი ალბათ ის იყო. და თან რა არის მეტი დრო ქონდა მას ის სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. ვახტანგ სამეფოქვეყანა ქონდა მისახედი. ამიტომ ვახუშტიმ ჩაატარა კოლოსალური სამუშაო, რა წყაროებიც იყო ეს ხო თავისთავად გამოიყენა და რაც არ იყო ისინი შეავსო და დაგვიტოვა ეს ბრწყინვალე ნაშრომი, რომელიც არის სიახლე არა მარტო ისტორიაში, არამედ გეოგრაფიაში. მან დაგვიტოვა კაპიტალური გამოკვლევა, რომელიც ეთნოგრაფიული გამოკვლევაც არის, სოციოლოგიურიც, ეთნოლოგიური, პოლიტიკური, ყველა თვალსაზრისით ძალიან საინტერესო. დიახ. ჩვენ გადავხედოთ იმდროინდელი ევროპის ბატონიშვილებს. ალბათ ეს გამორჩეულია. მსგავსი ერთი ადამიანის წილად გაკეთებული საქმე მე გამიჭირდება დავასახელო. იცოცხლეთ. ვახტანგი იყო ძალიან ღირსეული პატრიოტი. მან ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია ძველი პერიოდიც, იმდროინდელ ცხოვრებაშიც კარგად ერკვეოდა და საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, გარდაიცვალა 1756 წელს, არ იცნობა რომ 57 წელს. ყოველ შემთხვევაში მამის გარდაცვალებიდან კიდევ 20 წელი იცოცხლა. ვახუშტის აქ აღწერილი დასავლეთ საქართველოს, აი შედარებით ნაკლებად რო ხდება ქართული ისტორიოგრაფიის წყაროებში, გურიას, სამეგრელოს, აფხაზეთის და იქაური ეთნოგრაფიული შემადგენლობას, ხო? ანუ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა რა გადმოსახლებები, როგორ ხდებოდა და აი ეს წყაროები რამდენად მნიშვნელოვანი და საფუძვლებელი წყაროებია იმისათვის, რომ დაადგინდეს აი დაახლოებით, აი როგორ ხდებოდა ფორმირება რაღაცა ის საკმაოდ რთული რაღაცა ეთნიკური და კულტურული შემადგენლობების რაც დასავლეთ საქართველოში და შეიძლება დღეს ვიღაცისთვის აკამათოა. დასავლეთ საქართველო მისთვის უცხო არ იყო, იმიტომ რომ მე მოგახსენეთ რომ ვახტანგ მეექვსის დედა გურიელის ქალი იყო, მთავრისასული იყო, თუთა. და თაბუნებრივად ვახუშტისთვის ბებია იყო ის. ანუ ის ძალიან კარგად იცნობდა, აქ უნდა ვივარაუდოთ რომ ის დასავლეთ საქართველოში არაერთხელ იქნებოდა ნამყოფი და აღწერილი აქვს ძალიან სკრუპულოზურად და ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ვახუშტის ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით რომ დასავლეთ საქართველოზე ნაკლები გვაქვს წყაროები. ამიტომ მან ეს შეავსო. და შეავსო პირადი განათლებისა და პირადი ერუდიციის წყალობით. ძალიან მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანეს. აი ვეფხისტყაოსნის პირველ გამოცემას მაინც რაღაცა წინააღმდეგობა შეხვდა. ანტონ პირველი კათალიკოსის მიერ. რა იყო მისი მოტივები? ერთი რამ შეიძლება ითქვას რომ ვეფხისტყაოსანი არის საერო ნაწარმოები. დიახ. და ბუნებრივია, ხა ვახტანგმა გაიხსენეთ სტამბარო გადაარსა, ჯერ დაიწყო საეკლესიო წიგნების გამოცემა. მაგრამ ვეფხისტყაოსანი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქართველი კაცისთვის, რომ მზითებში ატანდნენ ქართველი მეფე-მთავრები და სხვათა შორის ლევან მეორე დადიანი, რომელიც ითვლება ასე ვთქვათ ძალიან დიდი ფეოდალი იყო და მეფესაც არ უწევდა ანგარიშს იმერეთის მეფეს. თვითონაც კი ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ვეფხისტყაოსნის პოპულარიზაციის კუთხით და განსაკუთრებით სამეგრელოში ითვლებოდა დიდ პატივად თუ თავადი გაატანდა მზითვად თავის ქალიშვილს გადაწერილ, მაშინ სტამბური წიგნები გვიან დაიწყო მოგეხსენებათ, მანამდე იყო ხელნაწერი.
ასე რომ თავაქალაშვილის მოღვაწეობა ლევანის კარზე, თვითონ ლევანის კულტურული მოღვაწეობა, მისი და მარიამი, რომელიც როსტომს გახვაცოლად და სვეტი ცხოველის გუმბათი აღადგინა და ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთა. ასე რომ აქ ლაპარაკი არის ლევან მეორე არ იყო ფეოდალი, ლევან მეორე არ იყო სეპარატისტი, პირდაპირ გაგებით. ეთნიკური სეპარატიზმი არ იყო, ეს იყო ფეოდალური განკერძოებულება. და ფეოდალური განკერძოებულება ყველა ევროპულ ქვეყანაში იყო. გავიხსენოთ, რომ გერმანია როდის გაერთიანდა 1870 წელს. ასევე იგივე მოხდა იტალიაში. პატარ-პატარა სახელმწიფოები იყო და როდესაც იქ ლაპარაკია, რომ აი ჩვენ რუსეთის შემოსვლამდე ვიყავით დაქსაქსულები დიდი ბოდიში, მაგრამ ასე იყო ევროპა. ჩვენ 1870 წლამდე ვერ მივედით, თორე გავიხსენოთ 1790 წელს ერეკლე მეორის დროს დაიდო მეფე იმერიელ მეფემთავართა ტრაქტატი, სადაც ქართველმა მეფემთავრებმა აღიარეს ერეკლეს უპირატესობა. ხო, ეს მოვლენებია ბუნებრივი პროცესით აუცილებლად განვითარდებოდა, მივიდოდით იქამდე. ფაქტიურად ამის შემდეგ რაღაცა კონფედერაციული სახელმწიფოა, ერეკლეს აღიარებენ როგორც მეთაურს და სთხოვენ, რომ ესე იგი წაუძღვეს ქვეყანას და მეფეები და მთავრები რჩებიან. გაიხსენეთ, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგაც ზოგიერთი მონეტა გამოდიოდა ბავარიაში, მაგალითად გამოდიოდა ჩრდილოეთში, მაგრამ ქვეყანა ერთიანი იყო. კი, ამას თავისი ბუნებრივი შესანიშნავი ისტორია იქნება და ალტერნატიული. ფეოდალიზმი ზუსტადაც რომ ევროპულ ფეოდალიზმს. და ალბათ მიგვიყვანდა ფედერაციულ მოწყობა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ მოხდებოდა ქვეყნის გაერთიანება. და ვახტანგის მოღვაწეობა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ რომ არ ყოლოდა ვახტანგი, ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ გვეცოდინებოდა. ამ ადამიანმა შეავსო ინტელექტუალური ვაკუუმი, რაც არსებობდა ქვეყანაში. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, არა, ის კიდევ მნიშვნელოვანი. ანუ წყაროების, ანუ ქართლის ცხოვრება მინდა რომ კარგად გავანალიზო და თან კიდევ ერთი და რაც კიდევ გაგაოცებს ადამიანს ამდენ ჰუმანიტარულ დარგთან ერთად ვახტანგს აქვს შესანიშნავი ფუნდამენტური ნაშრომი ქიმიის შესახებ. და პლუს მედიცინის შესახებ მისი ანალიზი, ანუ იმ პერიოდში კარაბადინიც გამოიცადა, მასზე მისი შენიშვნებიც კი არის დაწერილი. მოკლედ ეს ადამიანი აი ენციკლოპედიური რაღაცა ცოდნის, აი პირველი ქართველი ენციკლოპედისტი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ლექსიკოგრაფი, ენციკლოპედისტი, ანუ სულხან-საბამ გააკეთა პირველი ლექსიკონი ქართული, მაგრამ მისი აღზრდილია ვახტანგი და ვახტანგის მოღვაწეობაში საინტერესოა მისი საბუნებისმეტყველო ღვაწლი. მას ჰქონდა ფუნდამენტური გამოკვლევები წიგნი ქიმიის საქმის. ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ეს ყველა ამასთან შეხება ჰქონდა ძალიან აქტიური და მე მიჭირს აი ხომ გეუბნებით მეტნაკლებად ვიცნობ ესე იგი იმდროინდელი ევროპის მეფეთა მოღვაწეობას და ასეთი განათლებული მეფეები იქ არ ყავდათ. თან ამას ემატებოდა მისი დიდი მხედართმთავრული ნიჭი, უნიჭერესი კაცი იყო, წკინვალე მწოდნე, ასე ვთქვათ, იმდროინდელი სამხედრო ხელოვნების. სამართლის წიგნი როგორი იყო? უკვე ცალკე სფერო არის, ვახტანგის სამართალი ბატონიშვილისა ვახტანგისა, ჯერ ბატონიშვილი იყო, როცა შეიმუშავა. შესანიშნავი ნაწარმოები გახლავთ, დიდი შრომა აქ ჩადებული და ვახტანგის სამართალი სხვათა შორის მე-19 საუკუნეშიც გამოიყენებოდა რუსეთის შემოსვლის შემდეგაც ზოგიერთ სამთავროში, რომელიც გვიან გაუქმდა, მაგალითად სამეგრელოს სამთავრო 1867 წლამდე არსებობდა. ვახტანგის სამართალი გამოიყენებოდა. ეს სამართალი რას აწესრიგებს? სახელმწიფო მოწყობას? ფაქტიურად კონსტიტუცია არ ერქვა დასტურლამალს, მაგალითად, რომელიც მაგრამ რეალური კონსტიტუცია კანონთაკრებული იყო. ვახტანგის სამართალიც არის კანონთაკრებული. ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ ობიექტურად საქართველოს კონსტიტუცია ჩვენ ვიღებთ 1921 წელს. როდესაც რესპუბლიკური, ეს არის რესპუბლიკური კონსტიტუცია. ჩვენ მონარქიული კონსტიტუციის ჩანასახი უკვე ქონდა ვახტანგის დროს. ხო, ინგლისი გავიხსენოთ, რომ მას კონსტიტუცია დაწერილი ფორმით არ აქვს და ესე დარგობრივად მრავალი კანონების და კოდექსების და რა ვიცი. ანუ ეს კაცი იყო უნივერსალური, თავისი განათლებით და ასე ვთქვათ, სამწუხაროა, რომ ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა მის მეფობას. რეალურად ის როცა დაბრუნდა 1719 წელს ჩამოვიდა საქართველოში. 19-დან 24 წლამდე იყო აქ და 24-ში იზოლებული გახდა, ის სასულიყო რუსეთში. ცოტა ხანი მოუწია. ხო, აი, როცა ის ტყვეობაში გახდათ, მაშინ მოხდა სულხან-საბას ვიზიტი საფრანგეთში. რომელიც იყო არა მხოლოდ თხოვნა, რომ იქნებ ვახტანგ მექსე გამოუშვა და დავაბრუნოთ ქრისტიანულად, არამედ გარკვეული რაღაცა საინტერესო წინადადებითაც შევიდა. აი, როგორი იყო
ევროპის პასუხი აი ამ წინადადებაზე, იმიტომ რომ საზოგადოებაში ესეთი მითია თითქოს გავრცელებული გამომდინარე იმ პოპულარული ლექსიდან, რომ თითქოს იქ არ მოქვაქციეს ყურადღება და აბსოლუტურად უნაყოფო იყო თითქოს ეს ისე არ ნოცნობური დამოკიდებულება, ასე არ ყოფილა. იყო ძალიან მაღალ დონეზე შეხვედრებიც, განიხილეს რაღაც საკითხებიც, მაგრამ არ დასრულა ისე როგორც იყო განზრახული, მაგრამ საინტერესო რაღაცა პოლიტიკური პროცესი იყო. მოლოდინები უფრო მეტი იყო ვიდრე რეალური შედეგი, თორე პატივითაც მიიღეს, მოусმინეს, მაგრამ იმ დროინდელი ევროპისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ოსმალეთის იმპერიის შეჩერება, რომელიც მოგეხსენებათ უფრო მანამდეც ვახტანგის მიერ გაგზავნილი მისიის ჩასვლამდე, ანუ სულხან-საბას ჩასვლამდეც ცდილობდა ევროპაში შეეღწია და გავიხსენოთ თუნდაც ცოტა ხნით მანამდე მოხდა ვენის ალყა. როცა კიდევ ვენა აიღეს. დიახ, სულ ემნას. ხო და ეს იყო პერიოდი, როცა ეს სამეფო წინავდა, მაგრამ მე მოხდა გარკვეულად მისი დასუსტება. და სწორედაც რომ ოსმალეთის იმპერიის ასე ვთქვათ აგრესიის შესაკავებლად მათ მიაჩნდათ რომ ირანი შეეძლო მისი შეკავება, რაც რეალურადაც ასე იყო, იმიტომ რომ გავიხსენოთ რომ როდესაც ვახტანგი იძულებული გახდა რომ წავიწულიყო რუსეთში, როცა აქ ხელი მოეცარა, ირანი ამ დროს იყო სამოქალაქო ომში გახვეული ფაქტიურად და ოსმალობა დაიწყო აქ. ესეთი ამოთქმაც არსებობს ოსმალობა, როდესაც ოსმალებმა დაიკავეს ქართლი და ფაქტიურად თბილისის ვილაიეთად აქციეს. ანუ ვახტანგის წასვლა ეს არ დამთავრდა ერთი მეფის მიერ მეორეს ჩანაცვლებით. აქ მოხდა კი კონსტანტინე გახდა მეფე, შემოვიდა, ცოტა ხანი შეიერთა თბილისი და ქართლის ნაწილი. მაგრამ მე ოსმალები შემოვიდნენ ერთ თვეში და მთლიანად დაიკავეს და აღწერეს ქართლი. იქ რა შესთავაზა სულხან-საბამ, ანუ ახლა ყველაფერი ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ დოკუმენტური თვითონ მას მოგონებები აქვს. აღწერილი აქვს თავისი მოგზაურობა. ყველა თვალსაზრისით შეიძლება ვიფიქროთ, რომ მის თანახმა იყო, მეფისგან იყო ის ასე ვთქვათ დავალებული იმ კუთხით, რომ შესთავაზა, რომ საქართველოს მიიღებდა, ქართველიერი მიიღებდა კათოლიციზმს. და თვითონ მიიღო კიდევაც. ამის გამო ის ძალიან უხეშად დასაჯეს, აქ რო ჩამოვიდა, პირდაპირ წვერით ათრიეს. და როდესაც ვახტანგმა ეს გაიგო, ძალიან შეწუხებულა და უბრძანებია, ვინც ეს გააკეთა, იმათი დასჯა. მაგრამ ფაქტი მოხდა. აი მე მაქვს ერთი წყარო, რომელიც ნაწილი მინდა ამოვიკითხო. ეს არის პიერ დარნუ მემორანდუმი შედგენილი ლუი მე-14-ისთვის 1714 წელი, სადაც ანუ ის აღწერს სულხან-საბას, ანუ მიიჩნევს როგორც ძალიან ავტორიტეტულ პიროვნებად, ალბათ მას დიდი გავლენა აქვს სამეფო კარზეო, ძალიან კარგად იცნობსო ირანის კარზე მიმდინარე პროცესებსო, ანუ მას ძალიან სერიოზულად უყურებენ და აქ და გვთავაზობს, აი მე დავავალე მას შეედგინა როქა, რომელიც ამას წინათ გამოგიგზავნეთ. მართლაც ამ რუკიდან ახსნა განმარტებებიდანაც ჩანს, რომელიც მივიღე და გავიგე, რომ სომხები იძულებულები არიან ხმელეთით იარონ თურქეთის გავლით ჩაუს ზღვაზე, რათა ქარავნით მიიტანონ აბრეშუმის სპარსეთის ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე. ანუ სულხან-საბას თავაზობს საქართველოს როგორც ერთგვარ სივრცეს, სადაც გაევლის ქარავნები, მაშინ როცა კითხვაზე მას კითხეს, მათო სომხები არ დადიანო, ჩვენ არა გვაქვსო, ჯერ რომ მოწყობილიო სპეციალური, ასე ვთქვათ, სასტუმროების სისტემა, რომ ეს და პლუს მათ არ აქვთ უსაფრთხოების პირობებიო. მაგრამ ამ პირობებს ის პირდება, რომ მოახერხებს და თავად ვახტანგ მე-6 იქნება ივაჭრებსო აბრეშუმითო, თქვენთან რომ მოგაწოდოთო. აი ესეთი გარანტიები, ესეთი პირობები რომ მისცა, ეს რატომ არ იყო საინტერესო დაუშვათ დასავლური მხარესთვის და რამდენად იყო ეს, ასე ვთქვათ, პირობების მიცემა რეალური, ანუ ეს ხო არ იყო რაღაცა ისეთი დაპირებების მიცემა, როგორც all-in-ის ჩასვლა რაღაცნაირად, ყველაფერს გამოდივართ, ოღონდ დაგვეხმარეთ, აი როგორი იყო ეს. მე კიდევ გეუბნებით, საქართველოს შეიძლება აინტერესებდათ, მაგრამ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ოსმალეთის ეშინოდათ და ოსმალეთის ერთადერთი შემაკავებელი იყო სპარსეთი და სპარსეთის დასჯა არ შედიოდა მათ ინტერესებში.
ეს ეწინააღმდეგებოდა მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებს. და ამიტომაც აღარ უსმენს საკუთრებულად დაეხმარებოდნენ, იგი რომ შევიწროებული ყოფილიყო ოსმალეთისაგან, რა თქმა უნდა დაეხმარებოდნენ, შევიწროებული იყო სპარსეთისაგან. და სპარსეთი იყო იმ დროისათვის მათი მოკავშირე. არაჩვეულებრივი ურთიერთობები ჰქონდათ, რაც შეეხება აბრეშუმს, საქართველოსდანაც მიედინებოდა, მაგრამ სპარსული აბრეშუმი მიდიოდა იქ, საქართველოს გავლით ზუსტად. ამითაც დაინტერესებულები იყო, ასე რომ მიიღეს, მოусმინეს, გასაგებია აგერ მოდიან იმაზე, რომ კათოლიციზმი უნდა მიიღონ, მაგრამ გამსაზღვრელი მაინც იყო ოსმალეთის შეჩერება, რომელიც მხოლოდ სპარსეთს ძალუძდა. საქართველოს არ შეეძლო ოსმალეთის შეჩერება. მით უმეტეს საქართველოს ნაწილის მეფე იყო ვახტანგი. მთლიან საქართველოს არ ფლობდა. და როდესაც უკვე ოსმალებმა მას შესთავაზეს, რომ მათთან და მისი უზენაესობა ეღიარებინათ ისლამის ეს კი სულთნის უზენაესობა, მათ შესთავაზეს მთელ საქართველოს შეგაბარებთ, ოღონდ ჩვენი იყავიო. მაგრამ ვახტანგისთვის ერთნაირად იყო მიუღებელი შიიტური ისლამიც და სუნიტურიც. აი აქ უკვე გამოდის ახალი მოთამაშე, რომელმაც აი ვახტანგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იძულებული გახდა მიიღო ისლამი, დაბრუნებული იყო ქართლში და ის გულით ატარებს მაინც ჯვარს, ანუ ის მაინც ქრისტიანია, ის არ ერთგულებს მაინც სპარსეთს, ანუ ის საკითხი რომ მას აიძულეს ალბათ მისთვის რაღაცა პიროვნული პრინციპებიდან გადახვევის საკითხია და ამ საკითხს ისევ დაუბრუნდება ნებისმიერ მომენტში თუ კი მიეცემა მის საშუალება და ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე ხდება ახალი სერიოზული მოთამაშე რუსეთის სახით. და ამან შეცვალა რაღაცა მისი ხედვაც უკვე საგარეო პოლიტიკისა. სანამ რუსეთზე გადავღლთ, მე ახლა მოტანილი მაქვს პოლონელი მოგზაურის მისიონერის მემატიანეს იან თადეუშ კრუშინსკის თხზულებიდან ერთი ამონარიდი, რომელიც ქართულად ითარგმნა. ისპაჰანის კათოლიკეთა ეპისკოპოსის პროკურატური გახდა სპარსეთის სამეფო კარზე. მის კალამს ეკუთვნის იმდროინდელი სპარსეთის შესახებ 5 კაპიტალური ნაშრომი, რომლებშიც საგულისხმო ცნობებია საქართველოს შესახებ. მათ შორის ყველაზე საყურადღებო არის 1740 წელს ლვოვში გამოცემული, წიგნად გამოცემული. ანუ ეს ფაქტობრივად ვახტანგის გარდაცვალებიდან 3 წელიწადშია გამოცემული. და კრუშინსკი გარდაიცვალა 57 წელს, ისე როგორც ვახუშტი იმ დროინ იქამდე იცოცხლა. და რას წერს ახლა კრუშინსკი, რომ 7 წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოსაკენ მიმავალი ვახტანგიო გზად შეჩერდა ერევანში. სადაც მეც ვიმყოფებოდიო და გაუგზავნე შეთანხმდნენ ისინი რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და მეფემ გაუგზავნა მას თავადი ელიზბარი და თავისთან დაიბარა. მათი შეხვედრა გაგრძელდა გათენებამდე. და ამ საუბრისას კრუშინსკის უკითხავს, რომ მთელი ქრისტიანული სამყარო აღფრთოვანებული ადევნებდა თვალყურს თქვენს სიმტკიცეს, როცა თქვენ შახსეუბნებოდით 4 წლის განმავლობაში უარს ისლამის მიღებაზე, მაგრამ მე მაინც მიიღეთ ეს ისლამი და რამ გახდა ამისი მიზეზი. მიუხედავად იმისა, იმ განსაცდელისა, რაც ჩემს თავს დატრიალდაო, ვახტანგი პასუხობს, უფალი იესო ქრისტე ფლობს ჩემს გულს, ხოლო მუჰამედი სხეულის იმ ადგილს, რომელზედაც აღიბეჭდა ნიშანი მისი სარწმუნოების. ეხლა ამის თქმელი კაცია, ისლამის მიმდევარი იქნებოდა. რა თქმა უნდა, აქ ჩანს ისე გონიერებაც და გონებამახვილობას თუ გნებავთ, რომ მისთვის ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მე კრუშინსკის აქვს ძალიან კარგი დახასიათება ქართველების, რომელიც არ შემიძლია რომ არ წაგიკითხოთ, იმიტომ რომ კარგად საინტერესო ახასიათებს იმდროინდელ 18 საუკუნის პირველი 20 წლეულის ქართველებს. აღმოსავლეთ იბერიაში ცხოვრობს მთელს აღმოსავლეთში ყველაზე მებრძოლი ხალხი ქართველები, რომლებიც იმავდროულად ძალზე ეტანებიან ღვინისმას და ნადირობას. ქრისტიანობის მედგარი მიმდევრები არიან, მაგრამ არაერთი მათი თავადი თავიანთი ამბიციურობიდან გამომდინარე ისლამს იღებს. მამაკაცებისგან განსხვავებით ქართველი ქალები მტკიცე ქრისტიანები არიან და არ ხდებიან მაჰმადიანები, იმ დროს როცა თვით მეფეებიც კი იძულებულები არიან მიიღონ ისლამი. ქართველები გამოირჩევიან უდიდესი ნიჭით სამხედრო სფეროში, ფიზიკური წვრთობით და ხასიათის სიმტკიცით. იმავდროულად ისინი ცუდი მეურნეები არიან. და არამხოლოდ არ ეხერხებათ ვაჭრობა, არამედ ძიზღით უყურებენ. თავიანთი ახლობლებისადმი გულითად ზრუნველობას იჩენენ, განსხვავებით აზიელი არისტოკრატიისაგან, რომლებიც ქალაქად ცხოვრებას ეტანება, ქართველ ფეოდალთა უმეტესობა ცხოვრობს მამაპაპისეულ სოფლებში, რათა მათი საბრძოლო შემართება არ წახდეს ქალაქური ფუფუნებით. ქართველი ყველაზე დიდ სიმდიდრედ მიიჩნევს ჯიშიან ბედაურს,
ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა გახლდათ მოგეხსენ წევარს, შევარდენს და კარგ საბრძოლო იარაღს. მცირედით კმაყოფილდებიან, ინახავენ მარხვას და გაჭირვებასაც იოლად იტანენ. ყოველივე ამას რომ ერთოდეს განათლება, მაშინ ქართველები მსოფლიოს მოწინავე ჰერების გვერდით დადგებოდნენ. საიდან უნდა ყოფილიყო ეს განათლება უნივერსიტეტები არ იყო. ფაქტობრივად ადამიანები იღებდნენ საშინაო განათლებას ან ეკლესიებში ხდებოდა მათი განსწავლა. აი კიდევ საინტერესოა ჰუსეინის დახასიათება იმდროინდელი სპარსეთის შაჰის. ესო დასაწყისშიო ძალიან მორწმუნე მუსლიმი იყო, მარხვას ინახავდაო და ჰუმანური ადამიანიც იყო, არ დაუშვა ახლობლების დასჯაო, მოგეხსენებათ იქ რო ტახტზე ავიდოდა ვინმე თავისნაცვლებს ანადგურებდა რომ არ დაერთმიათ ტახტი. აკრძალა ალკოჰოლური სასმელების მიღება, მაგრამ დიდი მარხვისაგან ის გამოიფიტა. კახექსიური მოვლენები დაეწყო და ფაქტობრივად კვდებოდა. დედა მიუტანა ძვირფასი თასით წითელი ღვინო და უთხრა შვილო ეს წამალი დალიე და კარგად გახდები და შაჰბაზ ერთი მოყუდებით არც იკითხა რას სვავდა თორე უცოდნო და არ დალევდა რასაკვირველია. ბოლომდე გამოსცალა თასი და აღნიშნა რომ წამლად მიღებული სითხე ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ შაჰი სულ სხვა ადამიანად იქცა. ღვინისმა დროსტარება ქონების ფლანგვა მისთვის ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცა. ერიდებოდა დამნაშავეთა სიკვდილით დასჯას. ყოველივე ამ ახალი შეუწყო კორუფციას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მოშლას, რამაც ქვეყანა დაასუსტა. მერე შემდეგი ეტაპი ვახტანგს ისავალებს რომ დაღესტანი დალაშქროს, იმიტომ რომ დაღესტანი ძალიან ავიწროებდა მათ ვაჭრობას რუსეთისკენ ძარცვავდნენ და 40,000 კაციანი ლაშქრით გაეშურა დაღესტნის დასამორჩილებლად. ლეკიანობისაგან ხალხი შეწუხებული იყო, მოგეხსენებოდა ეს ქართველების ინტერესში შედიოდა. მაგრამ ამ ექსპედიციის განხორციელება შეაწყვეტინეს შაჰს ვეზირებმა ჰაკიმ ფაშამ და მოლნა ფაშამ. შაჰს შეაგონეს რომ ეს ლაშქრობა საზიანო შედეგს გამოიღებდა. მათი რწმენით დაღესტნელთა ალაგმის შემდეგ მათ ქვეყანას ქართველები დაეპატრონებოდნენ, უშუალოდ დაუმეზობლდებოდნენ რუსეთს და მათთან კავშირს განამტკიცებდნენ. აქ დაღესტანზე ელაპარაკი. რასაც მოხდებოდა სპარსეთის დაპყრობაც. შაჰმა ვეზირებს დაუჯერა და ვახტანგს უბრძანა რომ შეეწყვიტა ლაშქრობა. და იქ რუშინსკი წერს რომ ფირმანი გადასცეს უკვე სალაშქროდ წასულ ვახტანგს, შაჰის ფირმანი. თუ საბრძოლველად წასასვლელად ცხენზე ამხედრდი და უყოვნებლივ ჩამოქვეითდი. თუ უკვე დაეწიე ბრძოლის ველიდან გაქცეულ ლეკებს შეჩერდი, თუ მათ შესამოსვრად უკვე იშიჩვლე, მახვილი ქარქაში ჩააგე. ვახტანგი რასაკვირველია ძალიან უკმაყოფილო იყო ამის გამო დაიძულებული იყო ბრძანებას დამორჩილებოდა, მაგრამ ლაშქრობის ჩაშლით გამწარებულმა დაიფიცა რომ ამიერიდან შაჰის დასაცავად ხმალს აღარ მოიღებდა. და ასეც მოხდა, როდესაც ავღანელები შეიჭრნენ ფაქტიურად ირანში და დაამარცხეს მათი ჯარი, წინააღმდეგობას უწევდნენ ქართველები, რომლებიც ასევე დაიღუპნენ ბრძოლაში და დაეუფლნენ სამეფო კარს, ისფაჰანს დაეუფლნენ. და ვახტანგი გულგრილად ესე იგი ადევნებდა თვალყურს, როგორ იქცეოდა მისი დამტანჯველი ქვეყანა. თითი არ გაუძრავია მათ გადასარჩენად, რომ გაუგოთ მას. სხვათა შორის მისი შვილი ბაქარი ცდილობდა ჩასულიყო, მიხმარებოდა შაჰს იმის გამო, რომ ავღანელებს არ დაეკავებინა ტახტი, მაგრამ ვახტანგი შეეხვეცა მას, რომ არ წასულიყო. და ვახტანგის ძმა როსტომიც იქ დაიღუპა, პირადი გვარდიის სარდალი იყო შაჰის, ასე რომ ქართლის სამეფო კარის წარმომადგენლები იღუპებიან ავღანელებთან ბრძოლაში. არაერთი. და ვახტანგმა ეს არ მოინდომა. ამის გამო ჰუსეინ პირველის ვაჟი, რომელმაც მოახერხა გაქცეულიყო ჩრდილოეთში და თავრისში ფაქტიურად თავი გამოაცხადა მეფე თაჰმას მეორედ, ანუ თამაზ მეორედ. მან დასაჯა ვახტანგი და გამოგზავნა ფირმანი კონსტანტინე კახეთის მეფესთან, მაჰმად ყული ხანთან მუსლიმანი იყო, რომ ესე იგი შაჰის ბრძანება იყო ასეთი, რომ ქართლი გადაეცა კონსტანტინეს და ვახტანგი დაისაჯა ღალატისათვის. კონსტანტინემ შეუთვალა ვახტანგს, რომ შაჰის ბრძანებაა და ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, რასაკვირველია ვახტანგმა წინააღმდეგობა გაუწია. მაგრამ კონსტანტინემ მოახერხა თბილისის აღება თავისი ლაშქრით და დაიხმარა დაღესტნელებიც. მერეიძულებული გახდა. და შემდეგ მოხდა ისე, რომ ვახტანგი გაიქცა ჯერ გორში წავიდა, შემდეგ ცხინვალში აფარა თავი, შემდეგ იძულებული გახდა სულ რუსეთში წასულიყო.
მაგრამ ერთ თვეში ოსმალთა ჯარი შემოვიდა და დაიკავა თბილისი. აი მანამდე სანამ ეს მოვლენები მოხდებოდა პეტრეს და ვახტანგის ურთიერთობა ანუ რუსი დიპლომატის შუამავლობით შედგა ეს ხო რომელშიც ვახტანგი ძალიან დიდი ასე ვთქვათ ენთუზიაზმით განეწყო რომ იმ პროექტისადმი რომელიც უკავშირდებოდა ირანის დალაშქვრას და უზარმაზარი არმია შეკრიბა ვახტანგმა ახლა იმ გვიანდელი შუა საუკუნეების ასე ვთქვათ სტანდარტების გათვალისწინებით 40,000-მდე ხო დაახლოებით ქართველების სომხებსაც გაუჩნდათ იმედი იქ არის არაჩვეულებრივი წყარო მაქვს საკითხული როცა სომხებს იმდენად უხაროდათ რომ იქნება აღდგა ჩვენი სამეფო და მოკლედ ძალიან დიდი ჟინი ძალიან დიდი სიხარული იყო და კვირობით ელოდებოდა ვახტანგი პეტრესგან წერილს და საბოლოოდ დარუბანდი როცა ჩააბარეს უბრძოლველად იქიდან მოვიდა წერილი გაბრუნდა არ ვიცი რაღაცა სურსათიცა და ფურაჟის გამო რატომ გაჩერდა ეს პროექტი პეტრესთვისაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მას ბრძოლა ჰქონდა მოგეხსენება დიდი ხნის განმავლობაში შვედებთან ხო და როცა ამბობენ რომ ეს პეტრემ შეგნებულად გააკეთა ეს ძალიან უხერხულია ამის თქმა იმიტომ რომ პეტრეს რასაკვირველია უნდა კავკასიის ხელში ჩაგდებაც ეს ლაშქრობაც იმიტომ წამოიწყო მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩრდილოეთით ბალტიის ზღვაზე გასვლა და ის გაცვალა კავკასია გაცვალა მას რესურსები აღარ ყოფილდა აქედან გაუჭირდა ორ ფრონტზე ბრძოლა რაც თქვენ თქვით ესე იგი ვახტანგის ურთიერთობა ეს არ იყო დოკუმენტურად განსხვავებით გიორგიევსკის ტრაქტატისაგან როცა ორმა მხარემ მოაწერა ხელი ორმა დამოუკიდებელმა მხარემ არ ყოფილა ასეთი ის იყო სიტყვიერი შეთანხმება მხოლოდ ელჩები ყავდა ვახტანგს გაგზავნილი და მათთან დათბირობდნენ ასტრახანში ყავდა ძირითადად და ეს უკავშირდებოდნენ ისინი რუსეთის პირდაპირ მიმოწერა პეტრესა და ვახტანგ შორის არ შემორჩენილა და ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდნენ როცა ვახტანგი აქედან წავიდა სანამ პეტერბურგში ჩავიდა პეტრე გარდაიცვალა ასტრახანთან და პეტრეს მეუღლემ მიიღო ეკატერინემ მაგრამ აცნობიერებდა ალბათ პეტრე იმ უხერხულობას რაც იმიტომ რომ გადასცეს შემდეგ მთელი ფინანსური საშუალებები რომ ქართული სოფელი რო შექმნილიყო ხო მაგრამ აქთან ვახტანგი აი მაყურებელს მინდა კარგად რომ ავუხსნათ ვახტანგი იყო ერთ მომენტში ისეთი რთული გადაწყვეტა ისეთი რთული დილემის წინაშე რომელიც წარმოადგენს შეუძლებელია სადაც 40,000 გაციანი ლაშქრი წარმოვიდგინოთ ახლა ვახტანგი ოსმალები ეუბნებიან გვერდზე დამიდექი მთელი საქართველოს შენი იქნება რუსები იქიდან აი მთელი რაღაცა წარმტაცი პროექტებით ირანიც ეუბნება მოდი დამიცავი დაუტევე ყველაფერი და ამას მოგცემ რა ვიცი ყველაფერს პირდება და აქ ამ მომენტში არის მისაღები სწორი გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილება მიიღო ვახტანგმა დავით გურამიშვილის თავის შესანიშნავ ნაწარმოებში დავითიანში აქვს ნათქვამი ასეთი რამ ქართველების დამოკიდებულება ვახტანგის პოლიტიკისადმი ლავირების პოლიტიკისადმი სამ დიდ ხელმწიფეს პირს აძლევს სამგან იკეთებს ყმობასა ყენის პასალარია თავს ირჩვამს მის რაყმობასა რუსთ ხელმწიფესთან მამაობს სულთანთან იტყვიძმობასა ანუ სამივესთან ცდილობდა სიტუაციის გაიმარჯვებს იმას ავიჩა. ბოლოს აღმოჩნდა განწირული, იმიტომ რომ ისე არ დაალაგდა, როგორც ელოდებოდა და თქვენ რომ ბრძანეთ აი სომხების დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს ახპატის მონასტრის წინამძღოლი არქიელი მინას ვარდაპეტ ფერვაზიანის წერილი. ახლა უფალმა წყალობის თვალით გადამოგვხედა და გამოუღვიძა ჩვენს ქრისტიანებს წყემსი კეთილი და მძლე ქართველი ვალი სპარსეთისთვის გუბერნატორია და ჩვენთვის მეფეა რომელმაც თავისი კეთილგონიერებითა და ნიჭით შეკრიბა დარჩენილი და გაფანტული სომეხი ერი ადგილ-ადგილ გაამაგრა და მეურვეობა გაუწია სომეხ ქართველთა სამხედრო კავშირის იდეა შესანიშნავი მოვლენა იყო და რაც ვახტანგმა უკვე ვეღარ შეძლო ასეთ ვითარებაში ცხინვალში დარჩენილიყო ის გადაიხვეწა მოგახსენებთ გადაიხვეწა და აქედან სხვათა შორის ვახტანგს მოუხდა 13 წელი ცხოვრება რუსეთში ქართლის თავადობა სთხოვდა დაბრუნებულიყო და აი რაც წერს შამშეკს ნისერის თავი
მთელი თავადაზნაურების გულისტკივილს გამოხატავს. შენი ვინმე რომ ამ ქვეყანას იყოს, ეგება ღმერთმა შენც მოგიმართოს ხელი და იმასაც, თორემ თუ შენი შვილიც ამ ქვეყანას არ არის, შენთვისაც დავიკარგები და შენი შვილისთვისაც. ნუ გვიზამ, ბაქარ დაგვიბრუნე, სულ ნუ დააგდებთ ამ ქვეყანას. ბაქარი წავდა წაყვალი. ბაქარის და მთელი ოჯახი წაიყვანა ვახუშტის და აი აქ ამ გადაწყვეტილებაში, აქ ერთი აი მოდი ცოტა კრიტიკული აზრი შემოვიტანოთ ვახტანგის შეფასებაში. როცა მას ყავდა 40,000 კაციანი ჯარი. გაიგო რომ რუსეთთან დახმარება არ იქნება. არის ესეთი წარმოდგენა და ინტერპრეტაციაც, რომ ამის შემდეგ ვახტანგი არ იქცევა მთლად, ასე თქვათ, თანმიმდევრულად და ადეკვატურად, ანუ პანიკამ შეიპყრო, რომ შეცდომა მოუვიდა და ახლა აქ ამჯერად აღარაფერი აღარ აკავებს ირანს რომ ის დაისაჯოს, მაშინ როცა მის განკარგულებაში არის 40,000 კაციანი ჯარი და პლუს ეს 40,000 კაციანი ჯარი ეხვეწება ვიმოქმედოთ, ჩვენ ავიღოთ ისპაჰანი. მაგრამ ეს არა, ეს თავად უარზია და დაშალა ჯარი და შემდეგ აღმოჩნდა იმ უმძიმეს ვითარებაში, სადაც უკვე კახეთის მეფესაც კი ვეღარ მოუგო ომი და ასე იძულებული გახდა რომ წასულიყო. აი აქ როგორ ვაფასებთ ახლა რაშია საქმე? კი, თვითონ 40,000 და თუნდაც ცოტა მეტ საზოგადოებრივი წერია კიდევაც უფრო მეტიც ყავდა. ქართულ სომხური ჯარი. მაგრამ არის ძალიან საინტერესო წერილი თვითონ ვახტანგის მიერ გაგზავნილი თავის ელჩისადმი თუ ბაადურ თურქესტანიშვილისადმი. ბატონო ბაადურ, რაც საქრისტიანო ზარალი მიადგა, სულ თქვენი წყალობით არის. თქვენს კარგად იცით, ქართველი კაცი დიდხანს ლაშქრობას ვერ შეძლებს, ნუზლი შემოაკლდება და შესწუხდებიან. შიოდათ. ამას მომარაგება ჭირდებოდა. ეხლა ესენი რო წასულიყვნენ სპარსეთში მოგეხსენება, დიდი ზურგი იყო საჭირო, ვის უნდა ეკვება ეს ჯარი. თუნდაც 40,000 კაცის გამოკვებარი თქვენ ადვილი გონიათ? ხო, ლოჯისტიკა საჭირო. ამას ჭირდება ძალიან დიდი მომარაგება. ეს პრობლემა დიდ ქვეყნებს უჭირდათ. და მით უმეტეს პატარა ქართლს ჰქონდა ამის საშუალება, რომ ამათთვის ესე ვთქვათ, მომარაგების სიტუაცია მოეგვარებინა და თანაც დღეს ახლა მარტივად წარმოვიდგენთ რა, აფრინდები და რამდენიმე საათში უკვე შორს ახალ, მაგრამ მაშინ სად იყო ამის შესაძლებლობა? ცხენით რო წასულიყო კაცი, ერთი თვე ჭირდებოდა ისპაჰანში რო ჩასულიყო და რანაირად უნდა დაეძრა ეს ჯარი თან მომარაგების სისტემის არარსებობის პირობებში. ასე რომ ვახტანგმა ვერ გაბედა და ალბათ სწორიც იყო, იმიტომ რომ ვერ შეძლებდა. მთელი აქ არ ყავდა და სამარცხებელი, იქ უნდა ჩასულიყო. ხო და არ გამოვიდა ეს საქმე. და გურამიშვილის დავითიანში კარგად ჩანს ის იმედგაცრუება, რაც მაშინ განიცადა ქვეყანამ. მეფეს რო ეუბნებიან, რომ არ გვინდა დავანებოთ თავი რუსეთს და ვიფიქროთ რეალურად, რომ აი ოსმალებთან მოვნახოთ საერთო, სპარსებთან მოვნახოთ. აი კარგად უწერია. მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა. მეფე რასაც ბრძანებდა, ის იქნებოდა. ანუ ამ შეფასებაში აშკარად ჩანს, რომ მისი თანამედროვენი არ ამართლებენ მის. არ ამართლებენ, მაგრამ როდესაც გაგებენ, ანუ გაგებით არ ეკიდებიან მის მარცხს და მის შესწავლას. არა, ხო და ამის მიუხედავად, როდესაც წავიდნენ იქ და თვითონ გურამიშვილის მოგეხსენება დაატყვევეს ლეკებმა, მე მოახერხა გაქცევა, ჩავიდა უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლოს მირგოროდში გარდაიცვალა, მანამდე ჰუსართა პოლკში მსახურობდა და იბრძოლა პრუსიელების წინააღმდეგ და მას უწერია, როდესაც გარდაიცვალა ვახტანგი 1727 წელს. მიუხედავად ამდენი შეცდომისა, რაც მან პოლიტიკაში თუ უიღბლობისა, რომელიც გინდა ის თქვა ორივე ერთმანეთს არ გამორიცხავს, ის გულისტკივილით მოსთქვავს, რომ ვაი რა ბოძი წაიქცა, სახკარი თავს დაგვექცა, ლხინი შვება და სიამე სულ ჭირად გარდაგვექცა. ანუ მეფის სიკვდილმა ეს ხალხი თლათ უბედურებაში ჩააგდო, იმიტომ რომ მანამდე მეფე ცოცხალი ყავდათ, რაღაც იმედი ჰქონდათ. თან საინტერესო ის არის, რომ ვახტანგი რო აქედან წავიდა, სულაც არ ფიქრობდა ის მუდმივად იქ დარჩენილიყო. აბა რატომ შეუკვეთა 1000 თოფი ტოლის იარაღის ქარხანას? რა თუნდოდა რუსეთში 1000 თოფი მას? დაბრუნებას ფიქრობდა და თანაც ეძახიან ხშირად 1200 კაცი. სია, რომლითაც იქ ქართველები ჩაიყვანა, 1808 კაცია. პეტერბურგის არქივში მე თვითონ მინახავს ის სია. ვახტანგის სიაში იყო 1808 კაცი, იმიტომ რომ მან აქედან ვინც წაიყვანა, მაგრამ შილკავკასიაში მას შეუერთდნენ, იქ ყოფი ზოგი ტყვეობაში მყოფი გამოისყიდეს, ზოგი ისე იმყოფებოდა და მიემატნენ. ანუ მთელი ეს ელიტა წაიყვანა. ინტელექტუალური ელიტა, მთელი მისი ამხელა მუშაობა
ანუ მოაცალა რაღაცნაირად ორგანიზმის ისევ გული და სადღაცა გადაიტანა ეს კაპილარებით რო შეაერთო გული და просто ფეთქავდეს ისე რომ ორგანიზმს არ ასაზრდოებდეს. და თანაც არა მარტო ქართლის თავადაზნაურობაც აიყვანა მისიას რომ ჩახედავთ იქ არიან გურის, სამეგრელოს, იმერეთის გვარები თავადაზნაურული არა მხოლოდ ქართლის, კახეთის ვახტანგი ზოგადად აღიქმებოდა საერთო ქართველ მეფეთაც. იმიტომ რომ მას პატივისცემით ეპყრობოდა ყველა ქართველი მეფე, იმიტომ რომ ის თბილისში იჯდა, იყო ძალიან ინტელექტუალური, დიდ საქმეებს აკეთებდა და ამიტომ პატივისცემდნენ. შესაბამისად მისი ამალა არ იყო მხოლოდ ქართველებისაგან დაკომპლექტებული. დაახლოებით 20% მას ყავდა არაქართველი თავადაზნაურობა და ზოგიერთი დადიანიც კი ყავდა. და ეს გადაწყვეტილება საკმაოდ რთული შესაძლებელია. აი ძალიან რთული, მაგრამ სწორია, ალბათ არასწორია. ეს პოლიტიკური მარცხი გასაგებია, მაგრამ არაფერს ეს არ უშლის ხელს, რომ ჩვენი შევაფასოთ როგორც დიდი კულტურული საგანმანათლებლო მოღვაწე. იმიტომ რომ აი როგორ აფასებდნენ მას თუნდაც მისი თანამედროვე ან ცოტა მოგვიანებით პერიოდში მოღვაწე ქართველი მეცნიერები. ახლა რას წერს ივანე ჯავახიშვილი? ვახტანგის მეფობის პერიოდი გასაოცარი ხანა იყო. და ამას ესე იგი უწევს რომ ასეთი დაუღალავი მედგარი მუშაობა, რომელსაც ერთი საზოგადო მიმართულება ჰქონდა, უფლებას გვაძლევს ქართული მწერლობის ამ ხანას ენციკლოპედიური ხანა დავარქვათ. აქ შეგვიძლია დავამთავროთ. ნიკო ბერძენიშვილი, დიდი ისტორიკოსი და ბატონი ივანე სკოლის წარმომადგენელი. ვახტანგის მოღვაწეობა ქართლის განვითარების ყოველმხრივი შეჯამება იყო. ქართლის საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების არც ერთი მხარე არ დარჩენილა, რომელსაც ვახტანგი არ შეხებოდეს. კანონთა წიგნი მეფემ ქართლისათვის კი შეადგინა, მაგრამ ბუნებრივად გავრცელდა და მთელ საქართველოში მოქმედ სამართლის წიგნად იქცა. ამავე ხანას განეკუთვნება მისი მეორე საკანონმდებლო ძეგლი დასტურლამალი. ფაქტობრივად ეს კონსტიტუცია, არქიტექტურა, ეს არის კონსტიტუცია. შემდეგ ახლა უცხოელები რას ამბობენ? ინგლისელი ქართველოლოგი უილიამ დევიდ ალენი ვახტანგი როგორც ვიცი ყველაზე სასიამოვნო იყო მუხრაბატონთა ნიჭიერი დინასტიის წარმომადგენელთაგან დახვეწილი და მუყაითი მოსიყვარულე და თავდაჭერილი საუცხოო მეომარი მშვენიერი ცხენოსანი გონება მახვილი და მოწყალე სამეფო კარზე მაგრამ ჩქარი და მეტისმეტად გრძნობიარე აკლდა განსჯა და მოქნილობა აგრეთვე ის განსაკუთრებული რამ რასაც ჩურიანი ხალხი ბედს უწოდებს ბედი არ ქონდაო და რატომ ქონდა ეს აჩქარება დედა გურიელის ქალი ყავდა ასე ვთქვათ გურული სიფიცხე ახასიათებდა ქართველები მოგეხსენებათ უფრო მშვიდი ხალხია მაგრამ არ შეიძლება ჩვენ პოლიტიკური მარცხის გამო მას დაუკარგოთ ის დიდი მოღვაწეობა ის დარჩა და საქართველოს ემსახურებოდა ის საქმე ცხადია ვერა მაგრამ ანუ მისი პოლიტიკური უსაფრთხოება თუ კი იყო მიზეზი ემიგრაციის ანუ ეს უსაფრთხოება არ ვრცელდებოდა არანაირად მის ინტელიგენტურ არისტოკრატიაზე ანუ ისინი ხო არ განადგურდებოდნენ ანუ ესე ამათი წაყვანა არის აი ის კავიკე ესეც არ უნდა წაყვანა ვახტანგი არ ფიქრობდა რომ ისინი იქ დარჩებოდნენ მას ალბათ ერთი წუთი არ ქონდა წარმოდგენილი რომ იქ მოუწევდა გარდაცვალება იქ გააკეთეს დღესაც ეს ხალხი ვინც მაშინ წავიდა სანამ მეფე ცოცხალი ყავდათ გარკვეული შემწეობა ჰქონდათ ქვეყნისაგან და რუსეთისგან დანიშნული სხვათა შორის მისი ამალის უზრუნველყოფაზე კარგად იზრუნეს და არ უჭირდათ მაგრამ მერე დაიწყეს სამხედრო სამსახურში შესვლა ზოგმა მეფეს დაეკითხა ეს ზოგი მეფეს გარდაცვალების შემდეგ მასობრივად შევიდნენ და ეს ქართული ინტელექტუალური და არისტოკრატიული ელიტა გახდა რუსეთის ელიტა უამრავი გენერალი, უამრავი პატივცემული პიროვნება, ჰუსართა პოლკები შექმნეს, გენერლები ედინეს სათავეში. ქართული გენოფონდის საუკეთესო ნაწილია. ისინი მიაღწევენ წარმატებას გასაგებია, მაგრამ მე-20 საუკუნეშია ნათქვამი ასეთი რამ საფრანგეთში რომ აი წარმოიდგინეთ რომ 300 გამოჩენილი ფრანგი წაიყვანო უცხო ქვეყანაში რა ეშველება საფრანგეთსო და თუ საფრანგეთში რომ სადაც ჩვენზე გაცილებით მეტი ხალხი ცხოვრობს 10 ჯერ მეტი ვიდრე საქართველოში შეიძლება მეტად ალბათ 20 ჯერ. მაინც იღბალი. ჩვენ 1200 კაცის და 1800 კაცის დანაკლისი რამხელა დანაკლისი. მაინც იღბალი აღმოგვეშთა, იმიტომ რომ აი ეს უზარმაზარი ვაკუუმი ქართკახეთმა, ანუ კახეთის დინასტიამ და იქითკენ იმერეთის დინასტიამ მაინც შეავსო. შეავსო და შემდეგ კახეთმა მიიერთა ქართლი. დიახ, კახეთმა მიიერთა და თან ეს ასე თქვათ, აი დიდი რაღაცა სახელმწიფოებრივი კულტურის ჩავარდნა არა გვაქვს სახელმწიფო პირიქით გარკვეული პროგრესი გვაქვს ამის შემდეგ. სხვათა შორის თვითონ თეიმურაზ მეორე რომელიც სიძე იყო ვახტანგის ქალიშვილი ყავდა ცოლად თამარი ერეკლეს დედა ვახტანგის ქალიშვილი იყო.
სთხოვდა ბაქარს რომ დაბრუნებულიყო. მაგრამ ბაქარი ისე გარდაიცვალა რომ ვერ დაბრუნდა საქართველოში და მის ჩამოსვლამდე უბრალოდ სანამ მოდიოდა საქართველოსკენ და მაგ დროს გარდაიცვალა 1750 წელს. 44-ში მოახერხა თეიმურაზმა და მისმა ვაჟმა ერეკლემ, რომელმაც მოხიბლა თავისი ნიჭიერებით იმდროინდელი სპარსეთის შაჰინშაჰი ნადირ-შაჰი მოხიბლა ინდოეთში ლაშქრობის დროს თავისი გონიერებით. ნადირ-შაჰმა უბოძა მამას უბოძა თეიმურაზ ქართლი და ერეკლეს დაუთმო კახეთი. ფაქტობრივად 1754 წლის ივლისში მოვიდა შაჰის ფირმანი, სადაც მიცემული ჰქონდათ ასე ვთქვათ ეს სამეფოების სამართავად და ამას დაემატა კიდევ ერთი ნიუანსი, ახლა მოგეხსენებათ, რაც უფრო დიდია სახელმწიფო მოღვაწე, ნაკლებად რელიგიურია. მასე რელიგია არ ახდენს დიდ ზეგავლენას. ამიტომაც ნადირ-შაჰმა როგორც უნიჭიერესმა კაცმა დართონება რომ ქრისტიანული წესით კურთხეულიყო თეიმურაზი ქართლის მეფედ, რაც მოხდა კიდევაც 1755 წლის 1 ოქტომბერს. დღეს უკვე 14 ოქტომბერია, ეს არის მცხეთობა დღეს, სვეტიცხოველში მოხდა ძველი ქართული ქრისტიანული წესით თეიმურაზის კურთხევა ქართლის მეფედ, რაც იყო საუკუნე გასულიყო, მსგავსი არ მოხდარიყო. ამიტომ ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება, რომ ისინი ქრისტიანობით მოვიდნენ ტახტზე. ხო, აი ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი საუბარი, ეს სხვა ისტორია და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ მოაღრესად მნიშვნელოვან ეპოქას, თეიმურაზი, ერეკლე, სოლომონ მეფე, მოკლედ ფანტასტიკური ნუგბარი ინტელექტუალური იმ პერიოდის, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, მაგრამ მომდენო გადაცემებში ჩვენ კი დღეს ვისაუბრეთ მაყურებლებო ვახტანგ მე-6-ის შესახებ, ძალიან საინტერესო ეპოქა, საინტერესო ისტორიული პერსონაჟი. მადლობა ბატონო ნიკოლოზ ჩვენთან სტუმრობისთვის. პატარა ეპიზოდიც მინდა წავიკითხოთ უნებას დამთავრდა გიორგი ლეონიძე 1920 წლის გაზეთ ნაციონალისტში 23 წლის გიორგი ლეონიძე რას წერს. ვახტანგ მე-6 სტატია. რამდენი განწირულება და დაცემაა ხელმწიფის დიდებაში, ყველაზე ქაოტურ ეპოქაში ის მოვიდა როგორც დაგვიანებული ჰარუნ ალ-რაშიდი, ქილილა და დამანას თარგმნელი და დასტურლამას ბრძენი დამწერი. იძულებული იყო შუბი ეტრიალებინა და წვრილი თოლა რკინა ჩაეცვა. აქინდა დაიჯერო ინდუსთა მითი ავატარა ტიპებისა და დახასიათების გაცხადებაზე, რომელსაც იგონებს სენ ვიქტორის. დასარწმუნებლად, რომ ვახტანგ მე-6 თითქოს რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსია, რომელიც მე-18 საუკუნის ცისკარზე გაება საქართველოში, რასაკვირველია უფრო მცირე გამოცხადებით და უფრო ვიწრო წრეში, თუმცა სიწმინდის განკაცებით. ვახტანგმა პირველმა უარყო აღმოსავლეთი და საშინელი წყურვილით ეძებდა ევროპულ ორიენტაციას. ბოლოს დაადგა რუსეთით, თუმცა მის პირველ მსხვერპლად შეიქმნა თვითონ თავისი ოჯახით. მან პირველმა განიცადა ის ცეცხლები და გრიგალები, რომლებშიც მერე ჩაიწვა ერეკლე მეორე. გენიალურად აქ შეფასებული და ბოლოს სიკვდილმა მას უსტრო შორეულ ასტრახანს. საქართველო არ იყო მისი ღირსი. ამ დროს ის დაიწვა საქართველოთი როგორც არავინ და საქართველო მოაშთო იგი. 23 წლის კაცს ასეთი ღრმა ანალიზი ახასიათებს, რომ უნიჭერესი კაცი იყო და სწორად შეაფასა. ის არ ეკუთვნოდა იმ საუკუნეს, რომელშიც მეფობდა. ცოდო იყო მისთვის. ამისთანა განათლებული კაცი, რომ ასე ტრაგიკულად. მაგრამ აუცილებელი იყო ეს რომ არა. მაგრამ უნდა გაეკეთებინა ვიღაცა. ეს რომ არა, ალბათ ძალიან სერიოზული საშენი მასალა მოაკლდებოდა ქართულ კულტურას და ისტორიას. კულტურა ძალიან მოაკლდებოდა. ხო, კი ბატონო. მადლობა. მადლობა. ეს გახდათ გადაცემა ცოდნის არქეოლოგია, მე ირაკლი მეფარიშვილი, სტუმარი ნიკოლოზ ჯავახიშვილი. გემშვიდობებით.